გამარჯობა, მე ელენე სხვიტარიძე ვარ, ინტერიერის დიზაინერი. დღეს ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს ნიუანსზე, განათებაზე, რომელიც ინტერიერს სრულყოფილს ხდის. მაშინ, როცა გეგმარება უკვე დასრულებულია, ავეჯზე და მასალებზეც ჩამოყალიბებულები ვართ, რჩება მთავარი შტრიხი, რომელმაც ამ ყველაფერს სწორი და ეფექტური აქცენტი უნდა დაუსვას. გარდა ამისა, განათება ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ერთი და იგივე სივრცის მრავალფეროვანი ხასიათით წარმოსაჩენად. სრულყოფილი ინტერიერისთვის სამი ძირითადი ტიპის განათებას ვიყენებთ. პირველი, ტექნიკური განათება. ეს არის წერტილოვანი სანათები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითადი სამოძრაო ბილიკების განათებას. ისაღებიდან სამზარეულომდე, საძინებლიდან აბაზანამდე და ასე შემდეგ. მეორე, მიმართული დეკორატიული განათება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სიმყუდროვის შექმნისთვის, ასევე დეკორატიული ფუნქციით. მიმართული განათებით აქცენტს ვაკეთებთ კონკრეტულ ზონებზე, როგორიცაა სასადილო მაგიდა, საკითხავი კუთხე და ასე შემდეგ. და მესამე, აქცენტური განათება. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი სანათები უშუალოდ დიზაინის ელემენტებს უსვამენ ხაზს, ან თვითონ ითავსებენ დეკორატიულ ფუნქციას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ინტერიერის სანათებს სამი ძირითადი ფერი აქვს, რომელიც კელვინებში იზომება. 6500 კელვინი, ეს არის ცივი, თითქმის ცისფერი ნათება, როგორც ძირითადად საავადმყოფოებში გამოიყენება. 4000-4500 კელვინი, ნეიტრალური, მზის შუქთან მიახლოებული და 3000-3500 კელვინი. თბილი მყუდრო განათება, იდეალურია საცხოვრებელი სივრცეებისთვის. განათების სიმძლავრის გადანაწილებით შეგვიძლია პირდაპირ მითითება მივცეთ თვალს, რა რის შემდეგ დაინახოს. მაგალითისთვის, გაიხსენეთ რესტორანში, რის მიხედვით ირჩევთ თქვენთვის სასურველ მაგიდას. კი, ნამდვილად განათების და სიმყუდროვის მიხედვით. ერთი რჩევა. ეცადეთ არ განათავსოთ ყველა სანათი ერთ სიმაღლეზე. იდეალური ეფექტისთვის სასურველია განათება თამაშობდეს სხვადასხვა დონეზე. ჭერში შესმული, ჩამოკიდებული კედლის თუ იატაკის სანათის სახით. თქვენი სახლი თქვენი პირადი თეატრალური სცენაა, რომელიც ერთ დღეს შეგიძლიათ გარდაქმნათ რომანტიული ვახშმისთვის, მეორე დღეს მეგობრებთან ერთად მხიარული შეკრებისთვის. შემდეგ კი მოიწყოთ 7 საღამო ფილმის საყურებლად. განათება ყველა ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს. რომ შევაჯამოთ. განათება არ არის უბრალოდ სინათლის წყარო. ის თქვენი ინტერიერის ხასიათის სამართავი პულტია. დროებით, მომავალ შეხვედრამდე.